გამარჯობათ მეგობრებო. მე რამდენი ემულატორის ვიდეოა მახსოვს უკვე აღარ ვიცი, მაგრამ რა ვქნა გჭირდება ხალხს და რა გავაკეთოთ. ესე იგი, ახალი აპდეიტია გამოსული, როგორც იცით, PUBG-ში და დედა უტირეს ემულატორს. მე ვთამაშობ Tencent-ზე უკვე ერთი თვეა ალბათ, ან ჩინური ემულატორი ვთამაშობ და როცა ახალი აპდეიტი გამოდის ხოლმე, ყველაფერს შლი და ახლიდან ვიწერო. ნუ თქვენს გირჩევთ ხოლმე რომ ეგრე გააკეთოთ, თან ყველაფერი წაშალოთ ახლიდან გადმოწეროთ და ეგრე ითამაშოთ ხოლმე რა. ესე იგი, დღეს გასწავლით როგორ გადმოწეროთ ჩინური ემულატორი და ინსტალიროთ PUBG, გაასწოროთ სეტინგები და ერთ სიტყვით მე რასაც ვაყენებ თამაშს და სეტინგებს, ერთ-ერთში გაჩვენებთ ამ ვიდეოში. ცოტა დიდი ვიდეო კი იქნება, მაგრამ არა უშავს. ესე იგი, პირველ რიგში რა ხდება? შევდივართ control panel-ში. uninstall პროგრამში ვეძებთ ჩვენ Gigar ემულატორს და ვშლით. ლამაზად გოხტათ. გქონდით ხოლმე ეს ამშვენობა. ხო, რა ხდება კიდე? რჩევა იქნება ჩემი, როდესაც ახალი აპდეიტი გამოდის. იმ დღესვე მაინც ნუ გადმოწერთ, ან მეორე დღეს 1-2 დღე აცადეთ ხოლმე და მერე გადმოწეროთ, როცა უკვე ყველა bugs და იმას გაასწორებენ. ჩემი რჩევა იქნება ასეთი. ესე იგი, ამას რო წავშლით ახლა ჩვენ game-loop-ს მთლიანად. უნდა გავასუფთავოთ temp ფაილებიც. სანამ ამას შლის მანამდე რომ შევდივართ, მე ერთი დისკი მაქვს და მარტივად ნახავ ამ temp ფაილს, მაგრამ თქვენ ცოტა ჩალჩი მოგიწევთ, ვისაც 1-3 დისკი გაქვთ, ესე იგი, შედიხართ აქ. ეძებთ ასეთ temp ფაილს და შლით. temp ანუ 685 მეგაბაიტის temp ფაილებია. საღო. გამოსობაში ესეც იქნება წაიშალოს მანამდე. ეს temp ფაილი რო წაიშლება, ამას გამორთავთ, ესეც წაიშალა, აგერ ხედავთ, ესენიც გააქრეთ, რაც დარჩა. ახლა ჩაწერეთ პროცენტის ნიშანი, temp, პროცენტის ნიშანი. გახსენით ეს ფოლდერი. ესენის წაშალეთ. რაც არ წაიშლება, просто დასკიპეთ. ანუ ეს არ იშლება და დატოვეთ. ახლა კიდე რა ხდება? უნდა ეძებოთ ყველგან, სადაც იქნება კიდევ არის Windows ხილაკი ერი, აქაც ჩაწერეთ temp. ესეც წაშალეთ. რაც არ წაიშლებას დატოვეთ. კიდე Windows-ის ღირაკი და app data და აქაც ეძებთ Tencent-ს. აქე temp-ი თუ წაიშალა არ იშლება, ესე იგი, просто გახსენით მერე, ვსო, წაშლილია. Tencent-ი წაშალეთ. აქ არ იქნება. roaming-ში იქნება, აქედანაც წაშალეთ. მერე კიდე Windows ხილაკი ერი, აქ უნდა ჩაწეროთ reg edit. შემშალა რამე? ორი იმით დამიწერია ბოდიშით. მოძებნეთ აქაც აი current user-ში software ჩამოშლით და აგერ არის Tencent-ი. ამასაც წაშლით ლამაზად. ვსო. კიდე მოძებნეთ სადმე აქაც ხო არ არის. არ არის. დაბრუნდით უკან. ანუ არანაირი ის არ უნდა დაგრჩეთ რა. მე ეგრე ვშვები ხოლმე რომ არაფერი არ დარჩეს Tencent-ის. ძირითადად software-ში არის ხოლმე. აი აქ არ არის. არც აქ არ არის. არც აქ არ არის. ვსო. ამასაც რო წაშლით, აი ასე ყველაფერი მერე გააქრეთ ლამაზად. ეგ არის. ვსო, უკვე აღარ გვაქვს საერთოდ game-loop-ი აღარ არის ჩვენს კომპიუტერში, ახლა შედიხართ საიტზე. ამ საიტის იმას აღწერაში დავტოვებ ლინკებს. დააცადეთ რომ გაიხსნას. ეს არის Tencent-ის საიტი. საიდანაც ვიტარ ხოლმე Tencent-ის ემულატორს. ესე იგი რა ხდება? არის 32 ბიტიანი და 64 ბიტიანი. 64 ბიტიანს აქედან ვერ გადმოწერთ, იმიტომ რომ გაბაგულია და აქედან რომ ჩაიწერთ 64 ბიტიან game-loop-ს არ გაგიხსნით, ანუ შავ ფანჯარას ამოგიგდებთ და ეგ შავი ფანჯარა იქნება სულ. ხო და ვისაც 64-იანი თამაში გინდა, 64-яნის ლინკსაც დავტოვებ აღწერაში. უბრალოდ მომისვინეთ ახლა რა ხდება. 64-იანი ჩაწერეთ იმათმა, ვისაც ძალიან კარგი კომპიუტერი გაქვთ. ანუ კარგი კომპიუტერია და
გინდათ რომ რესურსი და ეს კარგად გამოიყენოთ. ვისაც შემნაირი მონაცემები გაქვთ, ან ცუდი კომპიუტერი გაქვთ, უეჭველი გადმოიწერეთ 32 ბიტიანი. რატო ახლა ნაკლებ რესურსს იყენებს და მე რო თან ვსტრიმავ, სტრიმზე 64-იანი ძალიან ჭამს კომპიუტერის რესურსს და ძალიან ჭედავს. ასე რომ, ვისაც გინდათ და ცუდი მონაცემები და ცუდი კომპიუტერი გაქვთ, 32 ბიტიანი ჩაწერეთ, ასე მარტივად. დააწეკით მე გადმოწერას და ჩაიწერს. ხო, 64-იანი სიმას აღწერაში დავტოვებ. ვისაც კარგი კომპიუტერი გაქვთ, მარტო იმათთან ჩაწერეთ. ვისაც შემნაირი კომპიუტერი გაქვთ, კიდე პროსტა არ სტრიმავთ და რამე, მაგათაც შეგიძლიათ 64-იანი ჩაწეროთ, მაგრამ მე მაინც გირჩევთ, რომ 32-იანი გამოიყენოთ. კაი, მოდი ახლა მე ცოტა ხანი ვიდეოს დავაპაუზებ, სანამ ეს იწერება, რომ ძალიან არ გაიწეროს ვიდეო და რო ჩაიწერება უკვე გეიმლუპი, მე გეიმლუპი ტენსეტი მე გავაგზელებინებ უკვე. ესე იგი, ჩავწერე ეს გეიმლუპი კი არა და ტენსენტი უკვე. ახლა რა შვებით? აქ PUBG Mobile-ს ფიზიკურად ვერ ნახავთ, იმიტომ რომ ამათ აქვს თავისი ჩინური PUBG მარტო და PUBG რო ჩავწეროთ, ამისთვის რას ვაკეთებთ? ამისთვის რას ვაკეთებთ? უნდა გამოვიწეროთ არხი, მეგობრებო, დავალაიქოთ ვიდეო და კარგი ხო? ესე იგი, მანამდე, სანამ აქ ყველაფერს ჩაწერს და რაღაცებს იზამს, გადადიხართ აი აქ PUBG Mobile-ის იმაზე და ამას იწერთ. APK download-ი რო არის. აი ეს გვჭირდება უეჭველი. დააწებინეთ ამას გადმოწერას, ჩემთან უკვე იწერს 3 წუთში მორჩება. მანამდე აქეთ რა შევით? სანამ ის იქით იწერს, აქ მოდიხართ, აი აქ ჩაწერთ ახლა ესეთ რაღაცას. აი რაღაცა უნდა გადმოწეროთ რა, მე ვიწერ ხოლმე სულ აი ამ apps რაღაცა QQ აპლიკაცია. დააწებინეთ ამასაც გადმოწერა. ჩაიწერს ამას, დაინსტალირებს, გახსნის ტენსეტს. მოდი ახლა კიდე დავაპაუზოთ ერთხელ ვიდეო და როცა გადმოწერს და გახსნის, მე გავაგრძელებინებ, იმიტომ რომ ამას ახლა 5 წუთი უნდა ველოდო. ამის გადმოწერას 3 წუთი, იმის გადმოწერას და ვიდეო გაიწელება. მე მონტაჟი და ედიტი ახლა მეზარება, მაგრამ იმიტომ რომ მალე მინდა რომ ეს ვიდეო დავუდო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მწერდით, რომ უეჭველი დაგვიდა ვიდეო გვიჭედავს და რაღაცეები, ასე რომ მალე ვიზამ ყველაფერს. მალე გაგრძელდება ვიდეო, აი წამებში რა. 1 2 3 პაუზდებით ახლა და მე იმენა გიჟივით ხოლმე ვაგრძელებთ. ასე გადმოწერა, ეგ აინსტალირებს. ახლა რა ხდება? 32 ბიტიანი გვაქვს იმით ხვდებით, რომ მარტო გეიმლუპი წერია. აი 64-იანს ვინც გადმოწერთ, აი ლინკი. აღწერაში დავტოვებ ვაფშე ყველაფერს. ლინკებს, მე რაღაცეები რო ჩასაწერი მაგასაც ყველაფერი იქნება აღწერაში. ასე რომ ბოლომდე უყურეთ ვიდეოს, არაფერი გადაახვიოთ, ანამი არ გამოგჩეთ და მე შარი არ უნდათ. ხო, ახლა შეხება ამ ტენსეტს რა. შეიძლება დაგედოთ 10 წუთიანი ბანი. ოღონ და რა პირობებში ახლა კარგად ძალიან ბევრი თუ დაგარებორდებთ. სხვა რამეზე ამ ბანი არ არის რა. ანუ 10 წუთიანი ბანი დაგედებათ internet connections რაღაცას დაწერს. მაინც ჩინური რო არის, მაგიტო ერთადერთხელ დამედო 10 წუთიანი ბანი, ისიც ბექა სტრიმზე ვიყავი და რატომღაც ძალიან სასწაულად გავისროლე მინი და ეთყობა ძალიან ბევრი რეპორტი შემოვიდა ჩენზე და 10 წუთიანი ბანი დამედო მარტო მაგ ერთხელ ისიც ერთხელში. მაგის მერე ეგრე კარგად არ მითამაშია, შესაბამისად ბანიც არ დამდები, ასე რომ თუ რაღაცა სასწაულად თამაშობთ და 30 კაც კლავთ თითო ხელში და ის და ბევრი რეპორტი შემოდის თქვენზე, შეიძლება 10 წუთიანი ბანი დაგედოთ. ზუსტად არ ვიცი, მაინც თავი დაიზღვიეთ რა, ანუ ეს გეიმლუპია, ოფიციალური ემულატორი არ არის PUBG-ისთვის რა, ანუ ჩინური ემულატორია, რომელსაც უბრალოდ ოპტიმიზაცია აქვს უკეთეს და მაგიტო ვიყენებ, ასე რომ თუ ვიღაც 10 წუთიანი ბანი დაგედოთ, უბრალოდ წაშერეთ და გეიმლუპი გადმოწერეთ, მეტი არაფერი. მე გაჩვენებთ მე რითი ვთამაშობ, ანუ ჩემ გეიმლუპს, ჩემ სეტინგებს და ყველაფერს ვიდეოს სახით ვწერ, იმიტომ ბევრს გაინტერესებდათ და მაგიტო ვიღებ. ხო, ეს პროგრამა ჩაწერა. ახლა რა შვებით? ამ პროგრამას რო ჩაწერს, დააწვევით F9-ს. გამოვა ეს? ხო, მანამდე აქ ჩინურად რო არ იყოს ეს რაღაცები, ამას ჩამოსკროლავთ. შედიხართ მე აი აქ მერე დაამატებთ აქ ინგლისურს მარტივად გამოხვალთ მერე ბოდიშით ინგლისურს რო დავამატებთ რა არის United States მერე ამას ასე მოთასკროლა ამას ასე ვაფშე წაშლით ჩინურს ასე და ვსო ინგლისურად არის უკვე ინტერფეისი კაი ახლა რა ვშვებით გადმოდივართ აი აქ უკან შევდივართ ბრაუზერში წერთ აქ ეს ფაილ Explorer აპგურე აგერ მესამეა ვაფშე შედიხართ აი აქ მარტივად იწერთ ეს რეკლამაზე მაინც ნუ გადავხოთ close-ით გამორთეთ ჩამოდიხართ აი აქ ქვემოთ
ვახ ჩემი რაღაცას დავაძექრენ, რაღაც გამოწერას. დავაწევით ამას, ჩამოხვალთ ქვემოთ და download app. ეგ არის, იწერს. ეს შეგიძლიათ გამართოთ. ამას ჩასანამ შეაწერს ახლა და დაინსტალილებთ მე ამას. ხო, მანამდე ბრაუზერი და რო ვიწერდით PUBG-ს იმას, ეს ჩაწერილია უკვე აქ, შენახული გვაქვს. ახლა ამას ხსნით. რატო ხსნით ახლა ამას? რა ვშვებით ახლა უყურეთ. სადაც არის temp ფაილები, შევდივართ მანდ. temp ფაილი მოძებნეთ, თქვენთან შეიძლება სხვა დისკი იყოს. temp ფაილი შევდივართ მე აქ, მე mobile PC-ში და ამ ჩაწერილი მას ჩვენ რა გადმოწერეთ download-ებში რო გვაქვს, აი ამას ჩავაგდებთ აქ. So, ჩავარდა. გამორთავთ ახლა ამას. შევდივართ ისევ აქ, internal storage, დახრილი ხაზი, data, share 1 და აგერ არის ჩვენი ის. ვაწვევით ამას. install. გადაამუშავებს ახლა და ნახავს რო ეს PUBG-ს ფანჯარაა. დაუცდით ახლა ამას, ოდესაც starting-ავ და აქ გამოჩნდება install და მივცემთ installs. ეგ არის. install. ვიცდით. ამით არ მთავრდება, ანუ ვიდეო ახლა არავინ გამორთოთ და არ წახვიდეთ სათამაშოდ, იმიტომ რომ ვერ გახსნით PUBG-ს. PUBG რო გახსნათ, კიდე რაღაცა უნდა იჩალიჩოთ და ბოლომდე მიხურეთ. ხო, არხის გამოწერა და დალაიქება ვიდეოს არ დაგავიწყდეთ, უკვე ვართ 5000 ადამიანი, აი, დაგვიწერო save-ი, მომენტიც required, please game debut. ამას რომ დავაწევით, so, ჩემი ფეხები თამაში აღარ გაიხსნება, იმიტომ რომ so, მორჩა, კარგად მეყოლეთ. დამთავრდა ჩვენი ბაირამობა. PUBG არ გვაქვს. რა ვშვებით ახლა ამისთვის? შევდივართ აქ, სადაც PUBG გვაქვს ჩაწერილი, ჩემთან ჩაწერა პროგრამ ფაილში. მოდი რო აი აქ უნდა შეხვიდეთ, მაგრამ მოდი თქვენ რო მარტივად ახლა რო არ ვიწვალოთ, შევდივართ აი აქ. show more-ს მიცემთ properties. open file locations დააწვევით. და პირდაპირ გვიხსნის აი ამას. ოპა, შევედით. აგერ არის. TX game assistant. გადავდივართ UI-ში. ჩამოვდივართ დაბლა და რა ვშვებით ახლა? Android ემულატორი IN რო წერია, მაგას დააწვევით აი ესე, ლამაზად. Renames დააწვევით მე. ამას დაარქვით რა, მაგათ ჩემთ მე ვაწერ ხოლმე ამას Android ემულატორ 1. დაასეივეთ. დააწექით მე Android ემულატორს. დააკოპირეთ copy და ჩაფასდეთ აქ. Continue. ჩაფასდა. ახლა ამას დააწვევით. Show more option. Rename. ამას წაშლით. და აქ დააწერთ IN. ასე. დიდი პატარა I. გამორთავთ. So, ლამაზად გახდათ. ახლა რა ვშვებით კიდე? დავაწვევით აი ამას. Show more option, properties და აი აქ target-ში უნდა ჩაწეროთ ეს. ესეც იქნება აღწერაში. უგეშინიათ. არ იტარდოთ. თქვენს გვერდით ვარ. აი აქ. აი ეს ბრჭყალები რო არის. ბრჭყალების მერე space და ეს. Apply. Okay. So, ახლა დააწვევით უკვე აი ამას. და პირდაპირ გაგიხსნით PUBG-ს. გაგვიხსნა PUBG. ეს შეგიძლიათ მე გამორთოთ ხოლმე. ახლა უყურეთ. ახაც იწყება მთავარი აქ. ჩვენ არ მორჩენილ ვართ ჯერ აქ. აქ setting-ებია გასასწორებელი Tencent-ის და მთელი ამბები. ჯერ ვართ ვიდეოს შუაში. ეს ვიდეო იქნება 1.5 საათიანი ალბათ. მეტი შეიძლება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჩალიჩი უნდა ამის დაყენებას რა. ასე რომ აი დიდი ვიდეო იქნება რა. არ მოიწყენთ რა. აგერ. ჩაგვიწერა PUBG-ს, გაიხსნება ახლა. ამას ასე მიეცით, save, restart later. ჩაწეროს ყველაფერი. მოდი კიდე დავასტობებ ვიდეოს აქ ახლა სანამ. ანდა გასწავლით კიდე მაინც. ერთ რჩევას მოგცემთ კიდე რა, მე რასაც ვიყენებ ხოლმე. ამ რესურსებს ჩაწერს ახლა მოდი დავასტობებ, ყველაფერს რო ჩაწერს და უკვე account-ზე შესulis ის რო იქნება მომენტი, აქედან გავაგრძელებინებ. So, ჩაწერა.
ახალი ინტერფეისი, საღოლ. ესე იგი, მე რა ვშვები ხოლმე რა, როცა ახალ აპდეიტს ვაკეთებ, პირდაპირ ჩემ აკაუნტზე არ შევდივარ რა, მან გესტით შევდივარ ხოლმე. და რატო ახლა აგიხსნით. შენ აკაუნტზე შედიხარ, რაღაც ისინი ხო ირევა სენსიტივებს არ ამახსოვრებს, ძველი სეტინგები არ გადმოდის და რაღაცები და მე უნდა იწვალო და შემოდივარ ხოლმე აქ გესცემ. გესცე ვასწორებ ყველაფერს. რაც მინდა რომ გავასწორო და რომ მოვრჩები უკვე ყველაფრის გადმოწერას. საღოლ, მაგარია ძალიან, აუ რა, მაგარი აპდეიტია, so cool. სულ მინდოდა რომ ეს მქონოდა რა. ევი დაამატეს. თეთრი გახდა? ცუდია. ეს რეებია. თვალები მეთქინა. ამას როდის მივეჩვევით? ესენი გამორთეთ. მე Call of Duty-ზე ვთამაშობ. ხმა იმიტომ არ ესმის რომ აქედან მაგ დაძეული ის მუსიკის ხმა არ იყოს. კიდე რეებია. ნორმალი. ასე ლობიც უნდა დავაყენო smooth-ზე ამაზე. ეს ბეტა რა არის ლობი გრაფიკი არ მინდა ლობის გრაფიკების ის. ეს იმაზე არის, მანუალი გვირჩევნია, 120-ზე. So. აი ახლა უნდა დააწერინოთ აქ რაღაცებს გადმოწერა რა. მე ვიწერ ხოლმე აი ამათ პირველ 4-ს. უსთიშავ. ამათ ვაწყებინებ გადმოწერას. მაპებიდანაც მარტო ამათ ვიწერ, იმიტომ რომ ამას ვთამაშობ ხოლმე Ultimates და სხვა მაპებს ფიზიკურად არც ვიყენებ და აი ვაზროთ უცებ ჩასაწერად. ამათ ყველაფერს ვიწერ ხოლმე. აქ რაც არის. გრაფიკებშიც ყველაფერი უეჭველი. აუთფიტებში რაც მაქვს მე იმას ჩაწერს. ხო, ახლა რაც შეეხება აქ კიდე რეებია. აუდიოში. აუ, რეები შეუცვლიათ, ეს რა არის? ამათ ვაყენებ ხოლმე 80-ზე. უკეთესად ისმის ხმები დამიჯერეთ. თქვენც ამას გირჩევთ. მუსიკები სად არის? მუსიკებს ვერ ხედავ, დავბრმავდი? background music ბოდიშით. ეგ არის. Setting-ები ახლა კიდე რა არის? Advanced setting-ები, კონტროლი. Scope mode-ი hold-ზე მაქვს ხოლმე. ეს ჩართული უნდა იყოს, პიკები უნდა იყოს ასე, ესეც hold-ზე მაქვს. Advanced-ი, universal mark-ი ასე უნდა იყოს. ეს რეები, ანუ ძალიან ბევრი რაღაცა ახალი დამატებული და ეს separate-ზე მაქვს. Quick growth ჩართული მაქვს. FPP swap ჩართული უნდა იყოს, ეს გამორთული მაქვს ხოლმე, FPP-ს ხედვა ამაზე მაქვს, FPP-ი ბოლომდე აწეული, სპრინტი მაქვს ხოლმე 84-ზე, ასეც აყენებენ, 84-ზე თამაშობ სულ და მაგიტომ არ გიჩვეული. აი მასისტი გამორთული. კიდე აქ რაღაც. ეს recording-ები არ გინდათ, ესეც არ გინდათ. ესენი ხო? Block site assist-ი სად არის? აგე block site-ს off. So. ახლა აქ ჩაწერს ამ ყველაფერს, სანამ ამას ჩაწერს, სანამ ამას ჩაწერს, მანამდე setting-ები გახსენით. ახლა უყურეთ. მასა გამორთავ, მე გააგრძელებს გადმოწერას. ამას საქმეში ხო, ამას ტოვებ, იმიტომ რომ რეზოლუციებს ვინც ცვლით, თამაშის რეზოლუციებს ვინც ცვლით, იმათთვის ის არის, რა ქვია, ამას რო გახსნის ძალიან დიდი ან ძალიან პატარა არ იქნება, ანუ ნორმალური ზომის ის გაგეხსნებათ ხოლმე ეს, ამიტომ ამაზე მაქვს ეს დატოვებული. ამას თიშავთ. ვისაც მაღალ ჰერციანი მონიტორი გაქვთ ეს ჩართეთ, ანუ 144 ჰერცზე მეტი ვისაც გაქვთ ჩართეთ, ვისაც 60 გაქვთ, ან ნაკლები გამორთეთ. ესენი ყველაფერი ჩართული, ახლა უყურეთ ამის ახსნას დავიწყებ და ანუ
ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ ზუსტად რაც არის, იმის მიხედვით აგიხსნით OpenGL-ს და DirectX შორის რა განსხვავებაა. OpenGL-ს აყენებთ ისინი, ვისაც გაქვთ ცუდი ვიდეო კარტა. ბანძი ვიდეო კარტა, ვისაც გაქვთ OpenGL-ია თქვენთვის. ანუ ამ OpenGL-ს არ აქვს ანტი-ალიზინგი თუ რაც არის და გრაფიკაც სხვანაირად ჩანს თამაში, რაღაცა უფრო ნათელი თუ რაღაცა აღარ არის თამაში, ანუ რაღაცეებია, ტექსტურა არის უფრო სმუზი. შეგიძლიათ ანუ სტაბილური FPS თუ გინდათ რომ გქონდეთ, დააყენეთ OpenGL. ვისაც კარგი ვიდეო კარტა გაქვთ, იმათმა დააყენეთ DirectX-ი. ეს აუტო აწერია, მაგრამ ეს აუტო კიდე სხვა რაღაცა, მე მგონი რაღაცა ვულკან რაღაცაზე რთავს, ანუ Direct ეს აუტო კიდე სხვა რაღაცა შვება, მაგრამ მე ვთამაშობ DirectX-ით, იმიტომ რომ აქვს კარგი ვიდეო კარტა. მაღალი FPS თუ გინდათ რომ გქონდეთ, დააყენეთ DirectX. სტაბილური FPS თუ გინდა რომ გქონდეთ, დააყენეთ OpenGL-ს. მე მინდა რომ სტრიმზე კარგად გამოჩნდეს თამაში და მიყენია DirectX მაგის გამო. ეს ასე დატოვეთ. ეს ანუ ანტი-ალიზინგი გამორთული. ესენია აუტოები, მე აუტოებზე ვთამაშობ. არა ვეხები ამას, ეს აუტო. შემიძლია რეგედიდან აქ გავწერო ბირთვები, მივწერო და რაღაცეები. ან და მაგასაც ვიზამოდი, კაი, აქ 6 ბირთვზე დავაყენებ. რეზოლუცია თქვენითიც თამაშობთ, თქვენ რეზოლუცია დააყენეთ. აქ მე ამ იყოს ახალ დროებით ამ რეზოლუციას დავაყენებ. თქვენ რა რეზოლუციაც გინდა, იმის მიხედვით დააყენეთ აქ. DPI, ახლა უყურეთ, DPI რას ნიშნავს? აქ ძალიან ბევრი იმაშვება ხოლმე რომ ეგ 480-ზე უნდა დააყენო, ძმა უკეთესია. ეს არის DPI წერტილთა რაოდენობა თამაში. წერტილ, ანუ რაღაცა იქ წარწერები და ისინი ხარისხი და რაღაცეები არის ამაზე დამოკიდებული. recoil-ზეც მოქმედებს ხო რაღაც მხრივ, მაგრამ თუ ჩემნაირი კომპიუტერი გაქვთ, ამის 480-ზე დაყენება ან მაღალზე არის სისულელე, გაგიჭედავთ. ან სროლის დროს გექნებათ ფრიზი. თუ არ გინდათ რომ სროლის დროს რაღაც FPS-მა დაგიდროთ ამ ფრიზმა, დააყენეთ ეს 120-ზე. თუ კაი კომპიუტერი გაქვთ და მაგარი და რაღაცა უბერავთ, დააყენეთ 480-ზე, რა გიღოთ ახლა. მე ვთამაშობ 120-ზე. საუნდი Direct Sound-ზე დააყენეთ, აქ ეს ასე დატოვეთ, არ გინდათ არაფერს არ შეეხოთ. მე ვთამაშობ 1080-ზე. გავიმეორებ, ვისაც კარგი კომპიუტერი გაქვთ და რაღაცა დააყენეთ, შეგიძლიათ ორგაზი, მაგრამ 1080-ზე არის სრულიად საკმარისი ამ თამაშისთვის. ამას ვაყენებ ხოლმე მე სმუზზე. სმუზით ვთამაშობ. და მე თამაში ვცვლი გრაფიკას, ანუ მაგასაც გასწავლით ბარემ ამ ვიდეოში. მაღალი გრაფიკა რანაირად დააყენოთ ჯანდაბას. ანუ აქ ვაყენებ ხოლმე სმუზზე და მე თამაშიდან Active Source ფაილით ვაყენებ მაღალ გრაფიკებს. ეს 90-ზე და ასე დავასეივებ. კაი, გამორთოთ ახლა ეს. აქედანაც გათიშეთ და გახსენით თამაში ხელახლა. შევდივართ ახლა თამაში უკვე. აი ასე გაიხსნება თქვენთანაც, ანუ ეს ფანჯარა რო გამოვამერი და ჩაიდვირთება, გამორთეთ ხოლმე უბრალოდ არაფერი არ უნდა სხვა. მას. აქ შეგიძლიათ ახლა ეს ყოველ იმაში რო ეს გადმოსაწერი და ეს არ გქონთ, აქ გადმოდით. მარტივად. ეს მაინც ჩინური ტენსენტრი ვარ და რეგიონი სხვა არის, ჩატვირთავთ ჭირს ხანდახან და არ შეგეშინეთ ან რამე, ანუ ეს არ გეგონოთ რომ რაღაცა ჭედავს ან არ ჭედავს, ვთქვათ, ინტერნეტის ის არის სხვა. ეს წაშალეთ აქედან მარტივად ეს ткаც, ვსო. ეგ არის ასე, ვსო. წაიშალა, ესეც აღარ შეგაწუხებთ, ეს QQ აპლიკაცია აქ აღარ გამოჩნდება, რა გადმოსაწერია. ეს გამორთეთ. ეს არის PUBG უკვე ვსო, ლამაზად გოხდათ ჩაირთო. ახ კიდე დავასწავებ აქ სანამ ყველა რესურს და რაღაცას არ ჩაწერს და მე უკვე იმენა ჩემ აკაუნტზე რო შევალ, იქიდან გავაგრძელებინებ. ხო, აკაუნტზე რანაირად უნდა შეხვიდეთ ახლა, ვინც Facebook-ით დაიმითხართ, აპლიკაციის ჩაწერა ვაფშე არ არის საჭირო Facebook-ზე. თამაშს რო გახსნით, ამ დუკან დაბრუნდით, F9-ს დააძეკით, ბრაუზერში შედით, იმ ბრაუზერში შეიყვანეთ თქვენი Facebook-ი და ჩვეულებრივად შეხვდეთ თამაში. კაი, ახ ჩავწერ აქ რაღაცებს. და მე ჩემი main account-დან გავაგრძელებ რეკორდს. კაი, დავბრუნდით უკვე ჩემ account-ზე ვარ. კაი, ახ გავთიშოთ ეს ცოტა ხანი თამაში, იმიტომ რომ სხვა setting-ებიც არის გასასწორებელი, კერძოდ რეები. გავასწორებ ხოლმე nvidia control panel-შიც რაღაცეებს. სიარულიც ავაჩქაროთ, ხო? გადავდივართ 3, აქ manage 3 და setting-ში. ახლა დამახსოვრებული იქნება უკვე, იმიტომ რომ სანამ მქონდა დასწრებული, მანამდე დავამატებ.
აი აქ ამატებთ აი ამას Android emulator-იანს ads დააწვევით browse მერე და მოძებნით მაგას. აი ამ შემთხვევაში იყო program file-ში, მერე აქ და Android emulator-იან. აი ამას დაამატებთ. და ამას რო დაამატებთ ამ Android emulator-იანს ეს დააყენეთ ზუსტად ისე როგორც ვემოქ, ეს გამორთეთ, ესენი გამორთეთ, ეს ასე და ნელ-ნელა მიყევით ვიდეოს და გააკეთეთ. ასე ლამაზად. აი ამას რო გაასწორებთ უკვე, გათიშეთ და ჩართეთ თამაში ხელახლა. ეს არ ჩემი ინვიდია სეტინგები ამ თამაშისთვის, უფრო სმუზია. სხვა შორისო წეგან რომ იმას ვქენ ტრეინინგში რომ შევედი რაღაცა მომეჩვენა რომ თითქოს ეს თამაში რაღაცა სმუზი იყო და არ ჭირდა უდასავით და მე მგონი რა ვიცი შეიძლება გვეშველა არ ვიცი იდეაში ახალი ემულატორი უნდა გამოეშვათ ამათ ახალი ემულატორი უნდა გამოეშვათ და 165 FPS მაგრამ რატომღაც არ ქნეს და არ ვიცი რატომ ეს არ მოგეჩვენთ ასე უბრალოდ მაგას 2K-ში ვარეკორდებ და გაწერილი რეზოლუცია რო თამაშობ ეს მაგიტო ჩანს ასე და დაიკიდეთ მეზარება ახლა დისპლეი შევცვალო კიდე ამისთვის თამაშისთვის და მე უსტრეჩო და რაღაცეები დაიკიდეთ როდ მე გაწერილი რეზოლუციით რო თამაშობ ეკრანის რეზოლუცია და თამაშის რეზოლუცია უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს და ახლა ეკრანის რეზოლუცია სხვა თამაში სხვა და OBS-ში საერთოდ 2K-ში მაქვს მითითებული რომ 2K-ში ჩავწერო და აქ მაინც იმისთვის ვართ რომ ჯერ სეტინგები გავასწოროთ სათამაშოდ მაინც არ ვარ შემოსული თამაშით წესით სტრიმებზე უფრო გამოჩნდება ეს აპდეიტი რა შვება და როგორ არის და რა უნდა. აი ახლა დავაყენოთ მაღალი ხარისხები რა. ახალი სისულელე. უი ხო რა რაღაცა ბაგები არისო და ბაგები კი არ ვიცი. რა უნდა ანუ არ მინდა ეს. ტრეინინგში შემიშვი რა. გთხოვ. ტრეინინგი არ გვაქვს? აქ ტრეინინგი აღარ არის? როგორ მივიდე ტრეინინგში შესვლა მინდა. აგე რაღაცა გამოჩნდა. სადღაც გამოჩნდა ტრეინინგი. ვიტირებ ახლა. სად არის ბიჭო ტრეინინგი? ღმერთო რა სისულელე ინტერფეისია დამატებული რა ეს რა არის ანუ რებია ეს მართლა Ultimate Royale ჯერ არ აგე ტრეინინგ რაუდ გამოჩნდა ზემოთ ანუ იმის მაგერად რომ ანუ მეტი რესურსი და ეს თამაშის ოპტიმიზაციაში დახარჯონ პირიქით 1000 სისულელეს და რაღაცას ამატებენ რომ უფრო მეტად გაჭედოს ეს კონტროლები და რაღაცები უნდა იყოს არეული თუ რა დაამატეს არ ვიცი ხალხო არა ჩვეულებრივ მოძრაობს სირბილი ახტომა არ მუშაობს და ახტომას რო იმოშვებია ეს ბაგი ჯერ არ არის გამოსწორებული ან ადრევად ჩავწერე ვიდეო ასაგები I got supplies ამის ფიქსი როდის მოვა shift-ი და ის არ მუშაობს shift-ი არა მუშაობს ტაბი და ის არ გასკოუპება არა გადატენის ეს არა გაჭედთაც გაჭედა აი ეს ალბათ მერე გასწორდება რა დაახლოებით ამის აპდეიტიც გამოვა მერე ამ მოძრაობის და იმის ალბათ ხვალ ან ზეგ ანუ უბრალოდ ის კონტროლები მაქვს დასადები გაწერილი რეზოლუციით თამაში მეზარება ხა მაგის ის კაი ახლა რა ვშვებით ჩვენ აქ ვაყენებთ მაღალ გრაფიკებს აი სმუზე რომ აქ HD-ზე მაღლა არ დააყენებს ასე რომ მაღალი გრაფიკა ანუ ეს მონიშნეთ HD აქაც მონიშნეთ HD ესენი გათიშულია ოკეი გამოდით უკან ერთხელ აჩედით ტრეინინგში ეს რა რაებს მიყრი აქ ეს რებია რა გინდა ცხოვრებისგან რეებს ამატებთ ბიჭო თქვენ სულელები ხო არ ხართ ძალიან საშინელება გულის ამრევი თამაშია მაგრამ ვთამაშობთ რა გავაკეთოთ
აი HD დაყენდა, ახლა ჭრდილები გამორთოთ. თუ უკვე გამორთულია ძალიან კაი. გამორთულია შედოუები. ეს რა არის? Lobby graphic. არ მინდა lobby graphics, ene graphics-ზე resolution special. არ მინდა ეს special ეფექტები და რაღაცები მკიდია. ეგ არის. ამას რო დააყენებთ მაღალ გრაფიკებს, გამოდით. თამაშიდან გამოდით ლამაზად. გამიშვი თამაშიდან. გთხოვ, გამიშვი თამაშით. და რა შევით ახლა უყურეთ. ძალიან მარტივია ამის დაყენებაც რა რო იცოდეთ. უმარტივესია. გამოდიხართ უკან. შედიხართ ეს File Explorer-ში. Internet Storage-ში, Android-ში, Data-ში, Tencent-ში, File-ში, ამაში, Save-ში, Save Game-ში, Active Source დააწვევთ დიდხანს, დაკათავთ. მე ასე გადმოსკროლავთ, დახრილი ხაზი, Data, შიარ ერთი და ჩაპასტავთ. ჩავარდება. ამას ახლა დააწვევით სახლს მე აქ. ჩაკეცავთ ცოტა ხანი, გადმოდიხართ. Temp-ში შედიხართ, მე აქ შედიხართ, ამ Active Source მოკიდებთ ასე ხელს, გადმოაგდებთ. გახსნით ბრაუზერს. ჩაწერთ Save Editor. Save Editor-ში ჩააგდებთ ამას. გახსნით და ეს ჩამოსკროლოთ ასე და FPS level-ი გადაიყვანთ 8-ზე. Battle FPS-ი გადაიყვანთ 8-ზე. Battle Render Quality HD არის 4, HDR-ია 5. გადაიყვანთ 5-ზე. კიდე მოძებნით, სად არის FPS, სადაც შენიშნავთ. Lobby FPS-იც დავაყენოთ პარამ იმაზე. სად არის ეს Battle FPS და Battle Render Quality დავაყენეთ. ახლა მოძებნოთ Lobby FPS-იც პარამ. სად არის Lobby FPS-ი? რაღაცებია დამატებული და ძველი იმაზე რო შეული ამას ვერ ვხედავ ზესიერად. FPS მოძებნით, ახლა გამოჩნდება სადმე. აგე Lobby FPS-ო. Lobby FPS-იც გადავიყვანთ 8-ზე. Lobby Render Quality გადავიყვანთ 5-ზე. კი, ხო 5-ზე. HDR-ზე ვთამაშობ მე HDR-ი უფრო მეწონა ეს Ultra HD და რაღაცები. ან Download Active Source მიცემთ. აგერ ჩაწერა. აუ, просто აქ სხვა იმას ქნა სახელით და ეს უნდა იმას ვქნათ ახლა რა ქვია. Вообще ამას წავშლი ახლა ამ Active Source-ზე. წავშალოთ. და ეს გადმოვიტანოთ. ამჯერა? რა უნდა? კაიშო. ამ Active Source შევცვლით ახლა სახეს თქვენთანაც თუ ასე ექნა. Rename. ასე. ლამაზად გოხდათ. გახსენით ისევ ეს. Temp-ი. Mobile Game PC და ჩააგდეთ აქ Active Source. ჩავარდა. ეს Active Source შეგიძლიათ ასე შეინახოთ აქ, იმიტომ რომ თუ აგირიათ თამაშმა გრაფიკები ან რაღაცა, ეს შენახული გექნებათ ლამაზად გოხდათ. შედიხართ აი აქ დახრილი ხაზი Data, შიარ ერთი. ჩაგდებულ Active Source გათავთ. Internet Storage, Android-ი, Data, Tencent-ი, Files, UE Game, Shadow Extra, Save Games და ჩაპასტავთ. გამოხვალთ უკან, ახსნით თამაშს. ახლა თამაში ჩაირთვა წესით გვექნება უკვე 90 კი არა 120 FPS-ი და მაღალი გრაფიკები. მარტივად და სწრაფად რა. რამდენი ხანია ვიდეოს? 1.5 საათი, ალბათ მეტი ამ ვიდეოს ვარეკორდებ ახლა. ძალიან დიდხნიანი ვიდეოა, მაგრამ ყველა setting-ი იმას ვქენი რა გამოვაჩინე. რასაც ვაყენებ. თავიდან ბოლომდე Nvidia-დან დაწყებული თვითონ Game Loop-ში მაღალი იმით დამთავრებული გრაფიკებით დამთავრებული. ამ კონტროლის პრობლემას რაც შეეხება, მაგას გაფიქსავენ ალბათ. შეიძლება უკვე მოსაწოდებს ვიდეო რანაირად იფიქსება. დააყენა მაღალი გრაფიკები და FPS.
HDR-ი გვაქვს და 105 FPS რატო გვაქვს? კი არა და 7 ლობიში. მეტი უნდა გქონდეს. რაღაცებს რო იწერს მაგიტო. კაი, სულ ეს იყო რა. მეტი ისეთი არაფერი არ არის. თუ რაღაცა გამოჩნდა ან გამახსენდა ისეთ სეტინგი, რაც მნიშვნელოვანია, მაგას კიდე ცალკე ჩავწერ და გადავიღებ ვიდეოს, მაგრამ ყველაფერი ახლა რასაც მე ვიყენებ და ვაკეთებ. მადლობა, ვინც ვიდეოს უყურეთ. არხი გამოიწერეთ 5000-ზე კი ავედით უკვე, მაგრამ დავიწყოთ 6000-ისკენ და 10000-ით შეგვიძლია, რატომაც არა. თუ მოვინდომებთ. თავარია ხოძე ვიყოთ რა. იმედია გამოგადგათ ეს ჩემი რაღაცეები. ვიდეოს აღწერაში იქნება ლინკები, რა უნდა ჩაწეროთ, ყველაფერი იქნება ვიდეოს აღწერაში. ასე რომ ყურადღებით. ვიდეო კიდე ბოლომდე უყურეთ, ვინც უყურეთ, ყველაფერს იდეალურად დააყენებთ, ვინც გადახვევებით უყურეთ, შეიძლება რაღაცა გამოგჩათ და მე გაგიჭედავ და დამაბრალებთ მე და გეუბნებით, ბოლომდე უყურეთ ვიდეოს. გადახვევების გარეშე. შევხვდებით უკვე სტრიმებზე. ამით ეს ვიდეო დამთავრდა. აბა ჰეთ, აბა ჰოთ.